მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო. ტრადიციულად შეშლილი სამყაროს ერთ-ერთ გადაცემაში გმასპინძლობთ. მოგესალმებით. და გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, მაგრამ ეს მოგვიანებით. დიახ. ჩვენი დღევანდელი ამ შეშლილი სამყაროს მოდი ასე ვთქვათ, ქვეთავები არის ლევან ლორთქიფანიძის მოფიქრებული და მე ძალიან მომეწონა ის რომ ასეთი რაღაცა დელიკატური ქვეთავებია, ესე იგი ინგლისური დიპლომატიის რეცეპტი. დიახ. მერმე არის გერმანული დიპლომატიის რეცეპტები, მერმე არის იტალიური დიპლომატიის რეცეპტები და ბოლოს ქართული. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქართული დიპლომატია ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება ითქვას ჭრდილში ნამყოფი, მაგრამ ძალიან საინტერესო მომენტებით განთქმული. გაცილებით მამაცია ისო, ვინც სიტყვით ომსებძვის, ვიდრე ის, ვინც ხმლით ადამიანებსო. წერდა ამას უდიდესთაგანი თეოლოგი, ქრისტიანი ფილოსოფოსი ნეტარი ავგუსტინე. ეს აი ამ კუთხით გამორჩეულ მამაც ადამიანებზე მოგიყვებით ძვირფასო ტელემაყურებელო, მოგიყვებით მათზე, ვინც საკუთარი მიზნების მისაღწევად ღონეს ხერხი, ხოლო სისხლისღვრას დიპლომატიური ხრიკები ამჯობინა, გიამბობთ მათზე, ვინც იბრძოდა, მაგრამ ხანდახან ბრძოლებში იმარჯვებდა ხმლის მოუქნელადაც. მაშასე თავი პირველი ამბავი მეფისა, რომელმაც დამპყრობელი გააქრისტიანა, ანუ სარწმუნოება შეუცვალა, ანუ ალფრედ დიდი და დიპლომატიის ბრიტანული რეცეპტი შეშლილ სამყაროში. You welcome. ადრეული შუა საუკუნეების მოღვაწეების პირადი ისტორიების შესწავლა ყავაზე მკითხაობას ჰგავს. ბევრი ამბავი ან ასწლეულების ჩრდილში მოექცა, ან მათ შესახებ არაერთაზროვანი მოსაზრებები არსებობს. მეფე ალფრედ დიდთან დაკავშირებით ყველაფერი სხვაგვარადაა. ალფრედ დიდი დაახლოებით 859 წელს დაიბადა. ის უესექსის მეფე ეთელვულფის ხუთი შვილი და ნაბოლარა იყო. ეპისკოპოს ასერის გადმოცემით, ალფრედი თავის დაძმებისგან სამყაროს შემეცნების წყურვილით გამოირჩეოდა. 12 წლამდე წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა. სხვისგან ერთხელ მოსმენილი პოემა შეეძლო მაშინვე უშეცდომოდ გაემეორებინა. ავადმყოფთა სუსტ ბიჭუნას ნამდვილად ურყევი სული ჰქონდა და ცდილობდა სამხედრო წვრთნებში უფროს ძმებს არ ჩამორჩენოდა. ყოველთვის წინა ხაზზე იბრძოდა და მეომრები მას დიდ პატივს სცემდნენ. მეფობის პირველივე წელს მას მოუწია 9-ჯერ მოეგერიებინა ვიკინგების თავდასხმა. ანგლო-საქსურ ქრონიკებში მოთხრობილია, რომ ვიკინგები ალფრედს ზამთარში ნათლისღების წინადღეს მოულოდნელად დაესხნენ თავს, როდესაც ტრადიციისამებრ ყველა ისვენებდა და ნადიმობდა. ალფრედი იძულებული გახდა თავისი მეომრების მცირე რაზმით გაქცეულიყო. დიდი გაჭირვებით გაიკვლია გზა დღევანდელი სომერსეტის ტერიტორიაზე, ჯერ უღრან ტყეში, შემდეგ გაუვალ ჭაობებში, თავშესაფარი რომ ეპოვა. 3 თვის განმავლობაში ალფრედი თავის ამალასთან ერთად ეთელში იმალებოდა, თან ახალ არმიას კრებდა. აღდგომის შემდეგ ერთგულ მხლებლებთან ერთად მეფემ კვლავ ომი გამოუცხადა ვიკინგებს. შეტევა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ისინი იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ და თავშესაფარი ჩიპენჰემში ეპოვათ. 14 დღიანი ალყის შემდეგ დანიის მეფე გუთრუმი იძულებული გახდა დანებებულიყო და ქრისტიანობა მიეღო. ის თავად ალფრედმა მონათლა და ნათლულს ახალი სახელი ათელსტანი დაარქვა. ამის შემდეგ ვიკინგებმა კვლავ უკან დაიხიეს. ჯერ საირენსეს ტერისკენ, შემდეგ აღმოსავლეთ ინგლისისკენ, სადაც დასახლდნენ კიდეც.
თავდასხმის სურვილი 885 წლამდე აღარ გასჩენიათ. 885 წლის შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. 886 წელს კი ალფრედმა ლონდონის შტურმით აიღო. საბოლოოდ მეფე ალფრედი და გუთრუმი ოფიციალურად შეთანხმდნენ ინგლისის ორ ანგლოსაქსურ და დანიურ ნაწილად გაყოფაზე. ალფრედი მხოლოდ გამორჩეული სამხედრო ლიდერი არ გახლდათ. მშვიდობიანობის დროს მისი გატარებული პოლიტიკა მის მეტსახელს დიდ სამართლებს. ის მტრების მიმართ დიდ სულოვნებას იჩენდა, რასაც გუთრუმის ნათლობის ისტორიაც ადასტურებს. მშვიდობის ყოველ წელს თავისი სამეფოს გასაძლიერებლად იყენებდა. ის ხალხში ცოდნის გავრცელებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ადრე კულტურისა და განათლების ცენტრებს ქრისტიანული მონასტრები წარმოადგენდა, მაგრამ დანიელების შემოსევისას ისინი დაინგრა. წარმართებთან ბრძოლაში უამრავი ბერი დაიღუპა. ალფრედი წუხდა ამაზე, გულისწყიოდა, რომ აღარ არსებობდნენ მცოდნე ადამიანები, რომლებსაც ლათინური ტექსტების ინგლისურად თარგმნა შეეძლოთ. ამის გამოსასწორებლად მეფე ძალღონეს არიშურებდა მონასტრების და საეკლესიო განათლების სისტემის აღსადგენად. უესექსში მის კარზე საერო სკოლებიც გაიხსნა დიდგვაროვანთა შვილებისთვის, რომლებსაც კონტინენტიდან მოწვეული მასწავლებლები ასწავლიდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ძველი ინგლისური ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას. ამით მან უესექსის მოსახლეობას ძველი სწავლულების იდეების გაცნობის საშუალება მისცა. 38 წლის ასაკში მეფემ ლათინური შესწავლა დაიწყო და შემდგომში პირადად მიიღო მონაწილეობა ისეთი ავტორების ნაწარმოებების თარგმნაში, როგორებიც არიან პაპი გრიგოლ დიდი, ბედა, სევერინუს ბოეთიუსი, პაულუს ოროზიუსი და ნეტარი ავგუსტინე. მან ასევე იზრუნა კანონთა ახალი კრებულის შექმნაზე სახელწოდებით მეფე ალფრედის კანონები. ეს კრებული მოიცავდა მრავალ დებულებას ძველი ანგლოსაქსური კოდექსებიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამეფოში იყო შედგენილი. ყველა ეს სახელმწიფოებრივი საზრუნავი ვიკინგების მუდმივ საფრთხესთან ერთად მეფის ჯანმრთელობას ანადგურებდა. წმინდა ავგუსტინეს მონოლოგებში არის პასაჟი, რომელშიც საუბარია მშვიდობაზე და მშვიდად მცხოვრებ ადამიანებზე. ალფრედმა ამ პასაჟის თარგმნისას თავისი სიტყვები მიამატა. ამ მდგომარეობას მე ჯერ ვერ მივახციე. მისი მეფობის ბოლო წლები კვლავ ვიკინგების თავდასხმება დაჩრდილა. თუმცა უესექსის პოზიცია იმ დროისთვის იმდენად გამყარებული იყო, რომ მტრის თავდასხმები ადვილად მოიგერიეს. ალფრედი უესექსის ძლიერი სამეფოს მეფე და მეზობელი მერსიის სიუზერენი 899 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი გამარჯვებების, მნიშვნელოვანი რეფორმების და დიპლომატიური მიღწევების გამო შთამომავლებმა სამართლიანად შეარქვეს მეტსახელი დიდი. ეს ის არის, რისი გულჩათხრობილი ამბები ქონდა შენახული ლევანს, როცა რეცეპტურა დაახასიათა რეცეპტურით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ალფრედ დიდის შესახებ იქვე იყო ძალიან საინტერესო მეფე, გიგანტი, ასე ვთქვათ. ხო და სხვათა შორის ჩვენ სიუჟეტში ვერ მოხდა ერთ საინტერესო ლეგენდა ამ ორ პიროვნებასთან დაკავშირებით, ალფრედსა და გუთრუმთან. არის ესეთი მოკლედ ლეგენდა, რომ სანამდე ალფრედს მოკლედ შეერკინება უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლის წინ, გუთრუმმა თურმე ამ დანიის მეფემ, მამაცმა მეფემ თურმე დაასვენა თავისი არმია და მოკლედ ვიკინგები წინ და წინ უკვე ზეიმობდნენ გამარჯვებას, ღრეობდნენ იქ, ძალადობდნენ საწყალ ტყვეებზე და ამ ტყვეებს შორის ამოარჩია ერთი თურმე გუთრუმმა კაცი თურმე რომელიც კარგად უკრავდა არფაზე და მღეროდა კარგად. მოკლედ წამოიყვანა თავისთან და დღე და ღამე მოკლედ ართობდა ეს მუსიკოსი საბრალო ამ მართლა ბუმბერას მეფეს გოლიათს. ღამე კი მისი ნასუფრალით იკვებებოდა და აი მოვიდა დღე, როდესაც მოკლედ ალფრედი და გუთრუმი უნდა მოკლედ მათ თუ და გაარკვიონ ვინ იქნება ბრიტანეთის მეფე, უესექსის მეფე და ანუ დანიის მეფე შეერკინენ ერთმანეთს და იქამდე ბრძოლამდე გუთრუმმა მოიწვია თავისთან სარდლები. ხო და იქ გაიარეს სტრატეგია, რაღაცა დაგეგმეს
და მეორე დილით მოკლედ გაემგზავრნენ ესე იგი ალფრედის დასამარცხებლად, მაგრამ მათ და გასაკვირად ყველა მათი მანევრი გამოიწნო. მეტოქე იქამდე რომ საქსებმა უკან დაახევინეს ვიკინგებს, გამაგრდა ერთ-ერთ ციხესიმაგრეში გუთრომი და მე უკვე ბოლოს ტყვეთ ჩაუვარდა უესექსის მეფეს და როდესაც მივიდა მიგვარეს ის ალფრედის მაშინ მიხვდა თავის მარცხის ასე ვთქვათ თავარ მიზეზს, იმიტომ რომ ტახტზე იჯდა მისი ყოფილი არფისტი. გავიდა ამის შემდეგ 2 საუკუნე და ალფრედ დიდის მონდათესავე სამეფო ოჯახში, ოღონდ უკვე გერმანიაში, ჰენრიხ მე-6-ს და მის მეუღლეს სიცილიელ დედოფალს გაუშვათ პინჩში. რომელსაც დაარქვეს კონსტანტინე, მერე ნათლობისას შეუცვალეს სახელი და ესე იგი დიდი და ლეგენდარული ბაბუების სახელი დაარქვეს, ანუ ფრიდრიხ პირველი ბარბაროსას და როჯერ პირველი სიცილიელის, ხოლო გავა წლები მერე გამეფდება ეს კონსტანტინე, როჯერ, ფრიდრიხი და ესე იგი მადლიერი მისი ასე ვთქვათ თანამემამულეები მას უწოდებენ სამყაროს სასწაულს. მაშასე თავი მეორე ესე იგი რომის პაპისგან შერისხული საღვთო რომის იმპერატორი შეშლის სამყაროში. არმიებს იმისთვის ქმნიანო, რომ ესე იგი დიპლომატების შეცდომები გამოასწორონ. წერდა ჯოზეფუს დენიელსი. სამყაროს სასწაულად მონათლული ფრიდრიხი სწორედ ის გამონაკლისია, ვინც საუკუნეების განმავლობაში არმიების მიერ დაშვებული შეცდომების, საბედისწერო შეცდომების დიპლომატიის გზით ასე ვთქვათ გამოსწორებას სცადა და რა თავია მას ეს გამოუვიდა. 3 წლის იყო სამყაროს სასწაული, როდესაც მამა გარდაეცვალა. 4 წლის საერთოდ სრულად დაობდა ის და ამ ესე იგი საღვთო რომის იმპერატორის ტახტის დაობლებულ ასე ვთქვათ მემკვიდრეზე ზრუნვა ითავა მაშინელმა რომის პაპმა ინოკენტი მე-3. ხოლო დაობლებულ ტახტზე დიდი დაწიობა ატყდა მაშინ ამ საღვთო რომის იმპერიის ტახტზე. ჯერ იყო და სხვათა შორის ფრიდრიხის ბიძამ შვაბის ეპისკოპოსმა სცადა ჩამოჯდომა ამ ტახტზე ცოტა ხნით. მაგრამ გერმანელი დიდებულების ასე ვთქვათ ხარდაჭერა ვერ მოიპოვა და მოკლედ ეს არ გამოუვიდა. სამაგეროდ ამ დიდებულებმა შესთავაზეს ეს ვაკანტური თანამდებობა თუ ტახტი ინგლისის მეფეს, მაშინდელს ლეგენდარულ რიჩარდ ლონგულს. მე-3 ჯვაროსნული ომების ასე ვთქვათ ლეგენდამ მოუცრელობა მოიმიზეზა და ურჩია გერმანელ დიდებულებს, რომ ოტო აკვიტანელი იქნებოდა კარგიო კანდიდატურა საღვთო რომის იმპერიის ტახტზე. ამას მოყვა დიდი დაპირისპირებები, რომლის შედეგადაც შვაბის ეპისკოპოსი, ანუ ჰენრიხ მე-6-ის მეფის ძმა სხვაშორის მოკლეს და ბოლო-ბოლო ტახტზე მართლა ავიდა ოტო აკვიტანელი. აი სადამდე ტახტისთვის იბრძოდნენ მოკლედ საღვთო რომის მავადნი, ხო? ამ პატარა ფრიდრიხი იზრდებოდა დედამისის სამშობლოში სიცილიაში და მოკლედ სწავლობდა იქ ძველ ბერძნულს, არაბულ ენას, ბრწყინვალე განათლება მიიღო რომის მაშინდელი პაპის ინოკენტი მე-3-ის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და თან იზრდებოდა, რა თქმა უნდა, ფრიდრიხი და ამასობაში იზრდებოდა თურმე ამბიციები საღვთო რომის იმპერიის ახალი იმპერატორის ოტო აკვიტანიელის მანდა გაეღვიძა როგორც ჩანს და ცოტა ხანში პრეტენზია გამოაცხადა სიცილიის სამეფოზეც, რომ ის მეფეც მოდი და მე ვიქნებიო. რითიც გაანაწყენა ძალიან რომის პაპი ინოკენტი მე-3. გაანაწყენა პირველ რიგში იმიტომ, რომ თურმე იქამდე, სანამდე იბრძოდა ის საღვთო რომის იმპერიის ტახტისთვის, დააპირებია ის რომის პაპს, ანუ უპირველეს კათოლიკეს, რომ თუო დამეხმარები მოკლედ ამ მიზნის მიღწევაში, მეო შენ ფავორიტ ფრიდრიხსო მოკლედ არას ვავნებო. და მოკლედ ფიცი გატეხა რა, პირობა დაურღვია რომის პაპს და უპირო კაცი ახლა ვისყარებია შეშლის სამყაროში გამონაკლისი, ხო? უფრო აი მე იმ პოპაკაში მითოვეთეს და არც ინოკენტი მე-3 არ აღმოჩნდა გამონაკლისი ამ შემთხვევაში და ადგა და ეკლესიიდან გამკვეთა ფიცის გამტეხი იმპერატორი.
დაკარგა რა ესე იგი მხარდაჭერა რომის პაპის უმალ ოტო აკვიტანიელმა დაკარგა ყოველგვარი მხარდაჭერა გერმანელი დიდებულების, რასაც მოყვა მიწების დაკარგვა და ცოტა ხანში აკვიტანიაც დაკარგა თავის მშობლიური აკვიტანიაც, ყველაფერი ჩამოართვეს ამ კაცს და მე მცირე ავტომობილთან ასე ვთქვათ ბრძოლაშიც დამარცხა და ის გარდაიცვალა და ეს მოხდა 1212 წელს, იმავე წელს, როდესაც გერმანიის უძველეს ქალაქ აახენში, ერთ-ერთ უძველეს ქალაქ აახენში, დიდებულ ტაძარში შედგა 18 წლის ფრიდრიხის გერმანიის მეფედ კურთხევა. აბა. ხო? და თან ამ ტაძარში იყო დასვენებული, ასე იგი, განისვენებდა ევროპის მამად წოდებული კარლოს დიდი. და აი მის წინაშე და საერთოდ მოკლედ ქრისტიანული, ასე ვთქვათ, სამყაროს წინაშე აღუთქვა მოკლედ ეკლესიას მან ერთგულება ფრიდრიხმა და დაპირდა რომის პაპს, რომ მეო მოკლედ ავასრულებ დიდი ხნის ნატრას იერუსალიმის დავაბრუნებ ქრისტიანულ წიაღშიო. რითიც რა თქმა უნდა სრულად საქრისტიანოს გულიც მოიგო და განსაკუთრებით მოიგო გული მან ტევტონთა ორდენის უმაღლესი მაგისტრის გერმან ფონ ზალცის მოკლედ გულიც, რომელმაც მას მოკლედ აღუთქვა ერთგულება, მეგობრობა შესთავაზა, მხარდაჭერა და მოკლედ დაპირდა რომ მე მოგეხმარები მოკლედ ამ დიადი ოცნების ასრულებაში. მოკლედ 1212 წელს გახდა მოკლედ გერმანიის მეფე ფრიდრიხი და ახალგაზრდული ენერგიით და ასაკისთვის შეუფერებელი სიბრძნით დაიწყო მოკლედ მართვა მან ორი ქვეყნის გერმანიის ერთი მხარე და სიცილიის მეორე მხარე. ხო? პირველი რაც გააკეთა გერმანულ დიდებულებს გაუზარდა უფლებები და მათ უბოძა საიმპერატორო ფეოდალების წოდება. რითიც შემოიამხანაგა მის მიმართ იქამდე არათაც საშუალოდ განწყობილი დიდგვაროვნებიც. ძალიან სერიოზული რეფორმები ჩაატარა მან სიცილიაზე. სხვადასხვა მან შექმნა მელფის კონსტიტუცია, რომელიც არის პირველი საერო სამართლის კოდექსი შუა საუკუნეებში. სწორედ ფრიდრიხის ვთქვათ ნებით გაიხსნა ნეაპოლის უნივერსიტეტი. გარდა ამისა, სამხრეთ იტალიაში ძალიან ბევრი ციხესიმაგრე აშენდა, რომელმაც სიცილია აქცია აუღებელ ციხესიმაგრედ თავად. და თვითონ ეს მონტე თავისი რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ საინტერესო დეტალია ეს მაყურებლისთვის. საინტერესო 6 სენას ფლობდა. პოლიგლოტი იყო. და კიდე მათ შორის არაბულსაც. მათ შორის არაბულს ვერბერდუნს სიცილიურ. და კიდე რომელიც ძალიან გამოადგება დიპლომატიურ ენასაც ფლობდა სხვადასხვა უზადოდ. ფრიდრიხის მოკლედ იტალიური სასახლე იქცა მეცნიერების და პოეზიის ერთგვარ ცენტრად. სხვადასხვა აქ იყო გამოფენილი ხელოვნების შედევრები, აქ იქმნებოდა სამეცნიერო შრომები, ისტორიული ექსპონატები იყო ძალიან ბევრი, აქ იკრიბებოდა ბრწყინვალე გონებები იმ ეპოქის. თავადაც შექმნა სხვადასხვა მეცნიერული ნაშრომი ფრინველებზე ნადირობის შესახებ, რომელშიც შეიყვანა ფრთოსანთა 100-ზე მეტი სახეობა და აღწერა ისინი და ბევრი ეს სახეობა აღწერა პირველად საერთოდ შუა საუკუნეებში. და კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩემი აზრით, რომ მან უარი თქვა და საერთოდ აკრძალა ერთი სასამართლო, ასე ვთქვათ, პრაქტიკა, რომელიც იყო საკმაოდ ძველი პრაქტიკა და სრულიად არახუმანური, რომელსაც ერქვა ტანჯვით გამოცდა. რას გულისხმობდა ეს? ეს გულისხმობდა რომ მოკლედ იმის გამო რომ მაშინ არ შეიძლებოდა აუდიო, ვიდეო, ასე ვთქვათ, მტკიცებულებების მოძიება არ გამოდიოდა, ხო? მოძიება და წარმოჩენა. ხო, საკუთარი სიმართლის, ასე ვთქვათ, დასამტკიცებლად ხანდახან მომჩივანს სთავაზობდნენ, მოკლედ ტანჯვის გავლას, წამებას და თუ ამ წამების შედეგად ის არ უარყოფდა თავის ბრალდებას, მერე დაიწყებდნენ ბრალდებულზე, ასე ვთქვათ, ზემოქმედებას, ხო, ამ დანაშაულის ძიებას, ხო. ეს მან აკრძალა ესე იგი მე-13 საუკუნეში, როცა მე-17 საუკუნემდე და მე-17 საუკუნეშიც რომში, ჩვეულებრივ ნამდვილ რომში ეს პრაქტიკა არსებობდა და ამის შესახებ ერთ-ერთ ჩვენ ძალიან ძველ გადაცემაში უამბეთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ მე-17 საუკუნეში იყო ასეთი მხატვარი არტემიზია ჯენტილესკი, რომელიც აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი, ის გაუპატიურა მხატვარმა ტასიმ
და მოკლედ ეს იყო პირველი შემთხვევა რომის ისტორიაში, როდესაც ქალმა იჩივლა ამასთან დაკავშირებით, გაიმართა სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, არტემიდას ძალიან უჭირდა საკუთარი სიმართლის დამტკიცება და მას შესთავაზეს სწორედ ეს ტანჯვით გამოცდა. სასტიკად აწამეს ეს ქალი, თითები დაუგრიხეს და ამპრიევს ხელმძღვანელები, მიუხედავად ამისა ის ამბობდა რომ არა, ესე იყო ეს ამბავი და მე არ ვცრუობ და ამის შემდეგ, როდესაც აღმოჩნდა რომ სხვა გზა არ იყო, აგოსტინო ტასი გაასამართლეს და ის ძალიან მკაცრად დაისაჯა, გაასახლეს რომიდან. ოღონდ ერთ წელიწადში დაბრუნდა და ჩვეულებრივ განაგრძო რომში ცხოვრება და საწყალა არტემიზიას თავად მოუწია რომიდან წასვლა, იმიტომ რომ გათხოვდა გვარი შეიცვალა რომ ეს სიცხვილე მოკლედ რაღაცნაირად ამიტომ ეს კიდე ერთხელ უსვამს ხაზს როგორი პროგრესული იყო ფრიდრიხი ამ შემთხვევაში ხო ფაქტობრივად 1212-დან 1220 წლამდე გზაში გაატარა მეფობის, ანუ დადიოდა ხან სიცილიაზე, ხან გერმანიაში ჩადიოდა, გერმანიიდან სიცილიაზე მოდიოდა და ყველას ძალიან უყვარდა. ორივე ამ ქვეყანაში უყვარდა ის ქვეშევრდომებს და ერთხელაც მოკლედ ამ გზას გადაუხვია და რომში ჩავიდა. 1220 წელს, როცა ის აკურთხეს უკვე საღვთო რომის იმპერატორად და აკურთხა ის უკვე სხვა რომის პაპა, ჰონორიუს მესამე, რადგან იმოგენტი ამ შემთხვევაში უკვე გარდაცვლილი იყო და აკურთხა და შეახსენა პირობა, რომ აიო ეს იერუსალიმი საღება დაუპირდი შენ ჩვენო. და სთხოვა რომ დაესახელებინა კონკრეტული თარიღი. სავარაუდო მაინც თქვათ, როდის აპირებდა ამას ამ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას, რაზეც უმალ ფრიდრიხმა კიდე ერთხელ დაიფიცა, რომ ის აუცილებლად დაიბრუნებდა იერუსალიმს, აუცილებლად დაიბრუნებდა, მაგრამ კონკრეტული თარიღი კვლავ არ დაასახელა ამ შემთხვევაში და როგორც მედროვეების და უპრინციპობის სინონიმად ქცეული ტალეირანი იტყოდა, ხო? ენა დიპლომატს იმისთვის აქვს, რომ მოცებული რომ აზრები დამავლოს, ესე იგი ჩუმად იყოსო, ხო? ესე იგი, როგორც ჩანს, იერუსალიმთან დაკავშირებით მას სხვა გეგმები ჰქონდა, რასაც ჯერ არავის არ უზიარებდა. როგორც დრომ გვაჩვენა, მან გადაწყვიტა იერუსალიმის აღებამდე თავად გამხდარიყო იერუსალიმის მეფე. ხო, ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ებრიენის. ხო, დიახ. იერუსალიმის მეფედ ითვლებოდა ძვირფასო ტელემაყურებელო, ითვლებოდა ჟან დე ბრიენი ესეთი კაცი, ნომინალურად თორე ისე საიდან არა, რომელიც იყო ქვრივი იერუსალიმის ეგრეთ წოდებული დედოფალი მარიამის. და ჯერ ინოკენტი მესამეს, მერე უკვე ჰონორიუს მესამეს, მუდმივად თხოვდა ეს კაცი, რომ ეგებაო, რაღაცა გავაკეთოთ, რომ ჩემი სამეფო ქალაქი დავიბრუნო, ანუ. მაგრამ ეს იქამდე არაფრით არ გამოდიოდა. ამის შესახებ ფრიდრიხმა როგორც ჩანს იცოდა. ისტორია დუმს იმის შესახებ, ეს ფრიდრიხმა ჩააწვეთა ჰონორიუს ეს აზრი თუ ჰონორიუს თავად მოუვიდა ეს აზრი, მაგრამ აი მორიგჯერ როგორც კი ჟან დე ბრიენი ეწვია რომის პაპს და კიდევ ერთხელ თხოვა დახმარება იერუსალიმის ასე ვთქვათ დაბრუნებაში, რომის პაპა მას შესთავაზა, რომ მოკლედ იერუსალიმი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, მას დაიბრუნებს რა თქმა უნდა იერუსალიმის მეფე, მაგრამ რახან შენ ამდენი ხანი არაფერი არ გამოგივიდაო, ეტყობა ღვთისნება არ არის ესო რა და სხვა იერუსალიმის მეფე უნდა დააბრუნოს ესო. რა თქმა უნდა რომის პაპს ეხა ნომინალური იერუსალიმის მეფე როგორ შეეწინააღმდეგებოდა, უბრალოდ იკითხა მემკვიდრის ვინაობა იკითხა. საინტერესო რა არის, რომ ჟან დე ბრიენს ყავდა ქალიშვილი. და ეს ის პერიოდია ძვირფასო ტელემაყურებელო, როდესაც ევროპა ჯერ არ არის მზად, რომ ქალს უწოდეს მეფე. განსხვავებით საქართველოსგან და ეს არის 1220 წელი, შესაბამისად ჩვენი წმინდა მეფე თამარი დაახლოებით 7-10 წლის გარდაცვლილი. აი, ასე გაასწრო საქართველოს იმპერიოდში, ასე ვთქვათ, დროს და პროგრესული აღმოჩნდა ბევრად საქართველოს იმპერიოდისთვის. მაგრამ დაუბრუნდოთ ახლა კვლავ უბრალოდ კაბინეტ, სადაც ხედან ჟან დე ბრიენი და რომის პაპა. ზად აღმოჩნდა ჰონორიუსი ამ ხაზზე საპასუხოდ ჟან დე ბრიენისთვის და უბრალოდ შესთავაზა, რომ შენიო ქალიშვილი 14 წლის წინასწარ იზაბელაო გავაყოლოთ საღვთო რომის იმპერატორს. და ნუ იერუსალიმის მეფეც ის გახდება. და პირველი რაც გააკეთა ფრიდრიხმა, ესე იგი, ტიტული ხო ჩამოართვა თავის სიმამს.
ქონებაც ჩამოართვა სრულად მიწების და საერთოდ უქონელი დატოვა ეს კაცი. რაზეც თვალი დახუჭა ჰონორიუს მესამე, იმიტომ რომ სასწორზე იდო იერუსალიმი რა. მოკლედ ისე მიიცვალა ჰონორიუს მესამე, რომ ფეხი არ მოიცვალა ფრიდრიხმა იერუსალიმის მიმართულებით რა. მაგრამ უკვე ჰონორიუსის ნაცვლად ტახტზე ავიდა გრიგოლ მეცხრე, რომელიც ითვლება ძვირფასო ტელემაყურებელო იტალიური ინკვიზიციის ფუძემდებელად. შესაბამისად, მას მოთმინების გაცილებით მწირი რესურსი აღმოაჩნდა, ხო? პირველი რაც გააკეთა, გაუგზავნა ფრიდრიხს თავისი მეგობარი, ტევტონთა ორდენის, ესე იგი, ძლევამოსილი ბელადი, რომელსაც ხა ფრიდრიხმა უარი ვერ უთხრა. და მოკლედ შეაგროვა ეს არმია. და ტევტონთა ორდენის წარმომადგენლებთან ერთად დაიძრა იერუსალიმისკენ, როგორც იტალიის გავლით და ბრინდისთან უცებ გამოაცხადა, რომ მე ავად გავხდიო და ამიტომ მე ვეღარ წამოვალ მოკლედ იერუსალიმში და დაბრუნდა უკან გერმანიაში. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას ძვირფასო ტელემაყურებელო, რომ იმ პერიოდში ბრინდისში მართლაც რაღაცა ეპიდემია იფეთქა და დახოცა სხვადასხვა ჯვაროსნებიც. მაგრამ გრიგოლ მეცხრემ არ გაითვალისწინა ეს არც გერმან ფონ ზალცის ასე ვთქვათ წუნება, რომ მართლა ავად გახდა ფრიდრიხი, გამოაცხადა ის მღვდლად, გამოაცხადა ის საღვთო რომის იმპერიის ესე ვთქვით იმპერატორის წოდებისთვის ასე ვთქვათ შეუსაბამო პიროვნებად და რასთავარი ეკლესიიდან განკვეთა ის. ეხლა ვიღაცა შეიძლება გონებოდა მაშინდან ეხლა რომ ფრიდრიხის მიზანიც ეს იყო, რომ რაღაცნაირად ეკლესიიდან განკვეთილი ადამიანი ვეღარ უხელმძღვანელებდა იერუსალიმში ჯვაროსნულ ლაშქრობას. ნუ არ შეიძლებოდა ეს, ხო? მაგრამ მაშინაც და ეხლაც ეს ადამიანი ცდება. იმიტომ რომ ფრიდრიხის მიზანი ეს სულაც არ ყოფილა, როგორც აღმოჩნდა. როგორც კი გაიგო, რომ ის ეკლესიიდან განკვეთეს, მაშინვე მან შეაგროვა თავიდან არმია, რატომაც უცებ გამოჯამთელდა და დაიძრა ის იერუსალიმისკენ და დაიძრა ის კვიპროსის გავლით, სადაც ჩავიდა და იქ იყო რეგენტი, არა სულწლოვანი იყო მეფე კვიპროსის, მოკლედ ის რეგენტი ჩამოაშორა, თვითონ გახდა რეგენტი და უკვე ერთი ტიტული დაიმატა და ისე ჩავიდა მოკლედ იერუსალიმის ასაღებად და შეუერთდა მხედართავარი გახდა ამ ჯვაროსნული დიდი ლაშქარის თითქოს და დიდის, იმიტომ რომ მაშინ შედიოდნენ გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები, იტალიელები, მალტელები. ფოტოჟურის ერთ-ერთში მე როცა ამას უყურებდი, მოაწერეს ქართველებმა ხელი იმას, რომ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობა სამემაში და მოხდა ისე, რომ რუსუდანი ჩვენი დედოფალი ვეღარ ჩაერთო ამ ამბავში, რამე თუ ჯალალედინმა შემოუტინა საქართველოს. მტერი ხო არ აყდა საქართველოს. ხო. მტერი არ აყდა საქართველოს. ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ მრავალეროვნული იყო ეს არმია, არ იყო მრავალრიცხოვანი, ჯერ ერთი და არც იმდენად ძლიერი, რადგან არ იყო ერთსულოვნება ამ არმიაში. ჯერ ერთი, იმიტომ რომ თქვათ ფრანგი ჯვაროსნები, ტამპლიერები და მალტელი ჰოსპიტალიერები, ესე იგი ფრიდრიხის ავტორიტეტს სხვა შორის არ აღიარებდნენ, ხო? და ამიტომ ფეხს ითრევდნენ მისი ბრძანების შესრულებაზე. ასევე მისი წინააღმდეგები იყვნენ იტალიელები, იმიტომ რომ რომის პაპმა ეკლესიიდან განკვეთა კაცი და ახლა მაგრამ მისთვის რატო უნდა დაეჯერებინათ, ხო იტალიელებს. ფრიდრიხს საოცრად გაუმართლა, რადგან ამ პერიოდში იერუსალიმის ბრძანებლები არიან სალადინის დინასტიის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, მისი შთამომავლები, ეგვიპტელი აიუბიდები, რომლებსაც აქვთ ომი დამასკელ აიუბიდებთან და შესაბამისად იერუსალიმისთვის ახლა ბრძოლა ცალკე დამატებითი პრობლემაა, ხო? ეს ფრიდრიხმა შეიტყვა, უკვე იცოდა, კაცმა არ იცის. მოკლედ ძალიან გაუხარდებოდა ალბათ ეგვიპტის სულთანს ალკამილს, როცა შეიტყო, რომ იერუსალიმის ომით აღებას კი არ აპირებდა ფრიდრიხი, არამედ მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაждდომას. მაშინდელი ისტორიკოსები იხსენებენ, რომ ესე იგი ფრიდრიხის ენაო ხმალზე უკეთ ჭრიდაო, ეს ერთი და მეორე ერთი მას ჰქონდა გველის თვალებიო, რომელიც ერთგვარად ჰიპნოზს მომწონა მოცის ხო, რაღაცა და მოკლედ რაღაცაერად ითანხმებდა ნებისმიერ ადამიანს, ვისთანაც რაიმე შეხება ჰქონდა, ვისაც ესაუბრებოდა. კაცმა არ იცის, რით მოხიბლა ალკამილი ახლა.
ფრიდრიხმა თავისი ენამჭევრობით, იქ დიპლომატიური ხრიკებით, თუ ესეთ მათრობელა მზერით, თუ რამე სხვით, თუ უბრალოდ ალკამილი იმდენად იყო ჩართული ამ გარჩევებში, რომ იერუსალიმისთვის არ ეცალა. მოკლედ 1229 წელს მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბეთლემიც, ნაზარეთიც და რაც მთავარია, იერუსალიმიც ქრისტიანებს დაუთმო ალკამილმა. თუმცა იქ ერთი მეჩეთია, რომელიც ხო, აი ეს არის ამ ხელშეკრულებაში იყო რამოდენიმე ოღონდ. და ერთ-ერთი ოღონდ იყო ეს, რომ იქ ის რელიგიური შენობები, რაც იყო იერუსალიმში, მათთვის ქრისტიანებს ხელი არ უნდა მოეკიდათ და რაც თავარია მუსულმანებისთვის არ უნდა შეეშალათ ხელი რელიგიურ, ასე ვთქვათ, რიტუალების ჩატარებაში. ეს იყო პირველი ოღონდ. მეორე ოღონდ იყო, რომ ქრისტიანებს არ ჰქონდათ უფლება ახალი ესეთი თავდაცვითი შენობების აშენების იერუსალიმში და მესამე ქრისტიანებს გადასცეს წმინდა ქალაქი 10 წლის ვადით. ოღონდ ამ ვადის გაგრძელების პერსპექტივით, ასე ვთქვათ. აი ასე სრულიად უბრძოლველად და სისხლის დაუღრელად დაიბრუნა მოკლედ იერუსალიმი ფრიდრიხ მეორე შტაუფენმა. რითიც მარტო ამ ბრძოლაში კი არ გაიმარჯვა. ერთგვარად მორალურ პოლიტიკურ ბრძოლაშიც სხვათა შორის რომის პაპთანაც, ანუ გრიგო მეცხრესთან, რომელმაც ესე იგი როგორც კი მან გაიგო და ეს დაგვავიწყდა, როგორც კი მან გაიგო, რომ ის მაინც შეუერთდა ჯვაროსნულ ესე ვთქვათ არმიას ფრიდრიხი მეორეჯერ განკვეთა ეკლესიიდან მაშინ და ახლა როდესაც უკვე იერუსალიმი დაბრუნებულია, იხტიბარი არ გაიტეხა და დაადანაშაულა ფრიდრიხი, ესე იგი ურწმუნოთა და ესე იგი ურჯულოთა ესე იგი კოლაბორაციაში და მესამეჯერ განკვეთა ის მოკლედ ეკლესიიდან. სამედე წმინდა მიწაზე გამარჯვებას ზეიმობდა ფრიდრიხი, მან გადაწყვიტა სიცილიის იტალიისთვის შემოერთება, რომისთვის შემოერთება და ესე იგი შეუსია მას არმია სიცილიას. არის წერილი, რომელსაც უგზავნის ფრიდრიხი წმინდა მიწიდან რომის პაპ გრიგოლ მეცხრეს და პირდება მას, რომ მე შენ ტახტიდან ჩამოგავდე. მაგრამ ეს მუქარად დარჩებოდა ბედად. ან შეიძლება ასეც იყო დაგეგმილი, სიცილიაში მაშინ იყო ფრიდრიხის მეგობრის, გერმან ფონ ზალცის, ესე იგი გერმანელი, ესე იგი ჯვაროსნები, რაინდები და მათი სამხედრო შენაერთები, რომლებიც უკუაგდეს იტალიური არმიის ნაწილები და არა მარტო უკუაგდეს, ფაქტობრივად მიიყვნენ და რომის საზღვრებს მოვიდნენ. თითქმის. ამასობაში ჩამოდიან მოკლედ დიდი ტევტონი და ფრიდრიხი ერთად, მოკლედ სამშობლოში, სიცილიაში ჩამოდიან და ფრიდრიხმა ბრძანა, რომ არ შეეტიათ რომისთვის მათ. და გაუგზავნა მოკლედ წერილი გრიგოლ მეცხრეს, რომ მოდი რომ შევრიგდეთო. და სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით გრიგოლ მეცხრე ბედსაც შეურიგდა და მერე ფრიდრიხსაც. შეუნდო მას ცოდვები, ძიმე ეპიდემიაც მოუხსნა, სხვათა შორის და ეკლესიის წიაღში დააბრუნა ქრისტიანულ წიაღში იერუსალიმის დამბრუნებელი იმპერატორი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო უკანასკნელი ვერდიქტი რომის ეკლესიის საღვთო რომის იმპერატორის მიმართ. უკვე ფრიდრიხის გარდაცვალების შემდეგ, ამ დროს უკვე ესე იგი გრიგოლ მეცხრეც გარდაცვლილია, მისმა მემკვიდრემ, ახალმა პაპმა ინოკენტი მეოთხემ კიდე ერთხელ გაილაშქრა, ასე ვთქვათ, მის ავტორიტეტზე, ფრიდრიხის ავტორიტეტზე და მას უწოდა ანტიქრისტეს მოციქული და მისი, ასე ვთქვათ, წინამორბედი. რითიც თურმე განარისხა ფრიდრიხის შვილი, რომლის შურიზების ხორბლიც აღმოჩნდა მერე რომის პაპი, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და ამაზე მოკლედ ჩვენ დღეს უკვე ვერ შევჩერდებით. ეს კიდე ერთი დეტალია, რომ ძალიან უცნაური დაავადებით გარდაიცვალა ფრიდრიხი. დიახ. 1250 წელს, რომ გარდაიცვალა, ეს იყო ენტერიტი. დიახ. ეს არის ნაწლავების ანთება. დღევანდელ დღეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, რაღაცა, მაგრამ ამით გარდაიცვალა. ნუ იყო ბრძოლები, რომელშიც ფრიდრიხი ვერ გაიმარჯვებდა, როგორც ჩანს. ეს არის ბედისცემა. და აი ესე ნელ-ნელა ჩვენ მივუახლოვდით უკვე დიპლომატიის იტალიურ რეცეპტს. დიახ.
კოზიმო დე მედიჩს თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას არაჩვეულებრივი ხასიათი, მიმზიდველობა და საოცარი დიპლომატიური ალხო ჰქონდა. ის იყო მედიჩების ცნობილი დინასტიის დამაარსებელი. აქედან მოდის მისი მეტსახელი უფროსი. მდიდარმა ვაჭარმა, ბანკირმა, ფინანსისტმა და სახელმწიფო მოღვაწემ მოახერხა თავისი ქონების გონივრულად გამოყენება და ამის მეშვეობით ფლორენციის რესპუბლიკის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ძალიან გავლენიანი ფიგურა გახდა. კოზიმო დე მედიჩი 1389 წელს ფლორენციაში დაიბადა. ის ჯოვანი დი ბიჩი დე მედიჩისა და პიკარ და ბუერის პირველი ვაჟი გახლდათ. ოჯახის უფროსმა, ცნობილმა იტალიელმა ბანკირმა, კარიერა მოკრძალებულად მცირე კრედიტორობიდან დაიწყო და საბოლოოდ საკუთარი ფინანსური იმპერია შექმნა. შრომის მოყვარეობისა და მეუღლის მზითვის წყალობით მან 1392 წელს მედიჩის ბანკი მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომერციული საწარმო დააარსა. ახალგაზრდა კოზიმომ შესანიშნავი მრავალმხრივი განათლება მიიღო. ეუფლებოდა ფილოსოფიას, ხელოვნების ისტორიას, მეცნიერებას და უცხო ენებს. შესანიშნავად საუბრობდა ფრანგულად, გერმანულად, არაბულად და ივრითზე. მის აღზრდაში უდიდესი როლი ითამაშა მამამ, რომლის აღზრდის მეთოდმაც კოზიმო დე მედიჩის ხასიათსა და ბედზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ჯოვანი დი ბიჩიმ თავისი მემკვიდრე მოკრძალებას და ზომიერებას მიეჩვია. ურჩევდა ფრთხილად გამოეხატა საკუთარი აზრები, თავი აერიდებინა სასამართლო პოლიტიკური დავებისთვის. არ ყოფილიყო ამაყი და ჯიუტი. 1416 წელს 27 წლის ასაკში კოზიმო იტალიელ არისტოკრატ კონტესინა დე ბარდიზე, ფლორენციელი ბანკირების უძველესი და გავლენიანი ოჯახის შვილზე დაქორწინდა. ამ ქორწინებამ, რომელიც ჯოვანი დი ბიჩის დაჟინებული თხოვნით შედგა, მედიჩების კლანის პოზიციები გაამყარა. კოზიმომ ახალგაზრდობაშივე გამოიჩინა თავი როგორც ბრწყინვალე დიპლომატმა, საქმოსანმა და ფინანსისტმა. მას შესანიშნავი ინტუიცია, გამჭრიახი გონება და საქმის წარმოების ნიჭი ჰქონდა. 30 წლის ასაკში მამის კომერციულ საქმეებში აქტიურად ჩაერთო და ოჯახის ბანკის ხელმძღვანელი გახდა. 1429 წელს ჯოვანი დი ბიჩი გარდაიცვალა და შვილებს აურაცხელი სიმდიდრე დაუტოვა. მიწებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების გარდა კოზიმომ მემკვიდრეობით თითქმის 180,000 ფლორინი, ფლორენციული ოქროს მონეტა მიიღო და ფლორენციის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. ის და მისი ძმა დაინტერესებული იყვნენ საბანკო ქსელის გაფართოებით და ვაჭრობით. მათ ბანკის ფილიალები გახსნეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო და შორეულ აღმოსავლეთში. მედიჩების ოჯახის ბიზნესი მონოპოლიზებული იყო და მოიცავდა შემდეგ სფეროებს: შალისა და აბრეშუმის ქსოვილების წარმოებას და რეალიზაციას, ტექსტილისა და ტყავის მრეწველობას, ძვირფასი ბეწვისა და სანელებლებით ვაჭრობას, რომლებიც ევროპაში იშვიათი იყო. მასშტაბური კომერციული საქმიანობის წარმოებამ პოლიტიკურ ასპარეზზე გასვლა განაპირობა. 1415 და 1417 წლებში კოზიმო მოკლევადით აირჩიეს ფლორენციული სინიორიის, ქალაქის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს წევრად. მოგვიანებით ის როგორც სახალხო პარტიის ლიდერი, ადგილობრივი პატრიციების ოპოზიცია გახდა. ძალაუფლებისთვის ნამდვილი ბრძოლა 1430-იან წლებში დაიწყო. დაპირისპირება არისტოკრატულ და სახალხო პარტიებს უფრო ზუსტად ორ გავლენიან კლანს, ალბიცებსა და მედიჩებს შორის მიმდინარეობდა. არისტოკრატული პარტიის ლიდერმა რინალდო ალბიციმ ინტრიგებისა და ცრუ ბრალდებების გზით კოზიმოს დაპატიმრება მოახერხა. მის სიკვდილით დასჯაზეც კი მსჯელობდნენ, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ქალაქის ხელისუფლება მედიჩებს და მათ ნათესავებს ფლორენციიდან 10 წლით გადასახლება მიუსაჯა. ალბიცის კლანის მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. კოზიმო გადასახლებიდან 1 წლის შემდეგ ფლორენციაში ნამდვილი ტრიუმფით დაბრუნდა.
კოზიმო დე მედიჩის 30 წლიანი ოქროს ხანა 1424 წელს დაიწყო. მისი მმართველობის პერიოდში ფლორენციაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის და კულტურული კეთილდღეობის პერიოდი დადგა. მისი ძირითადი მიღწევები იყო ფლორენციული საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის წინააღმდეგობების აღმოფხვრა, რიგითი მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირება, მოუსავლიანობის წლებში მეურნეების მხარდაჭერა, მილანთან, ნეაპოლთან და ვენეციასთან მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება. რამდენიმე მეზობელი ტერიტორიის მიერთება, ფლორენციული რესპუბლიკის პრესტიჟის ამაღლება და მისი საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრად გარდაქმნა. ფინანსური სისტემის, ასევე საზღვაო გადაზიდვების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და აბრეშუმის წარმოების განვითარება. განათლებასა და კულტურაზე ზრუნვა, რითაც მეცნიერების და ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები ფლორენციაში მიიზიდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთპიროვნული ძალაუფლება მის ხელში იყო, მაღალი პოსტები სულაც არ ეკავა. თუმცა ფლორენციის პოლიტიკურ ცხოვრებაში ის გარდაცვალებამდე გადამწყვეტ ფიგურად, რუხ კარდინალად დარჩა. რესპუბლიკური მმართველობის ფორმა სულ უფრო ნომინალურ ხასიათს იძენდა. სახელმწიფოში მაღალ პოსტებზე თავდადებულ და ერთგულ მიმდევრებს ნიშნავდა, თავად კოზიმო კი ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდა. ის კარგად აცნობიერებდა კაპიტალის ძალას და მისი მეშვეობით ადვილად აკოტრებდა და ანადგურებდა თავის მოწინააღმდეგეებს. ან პირიქით, საჭირო ადამიანებს იმხრობდა. ფული მისი მთავარი პოლიტიკური იარაღი იყო. მაგალითად, მედიჩების ესხებს აძლევდნენ თავად პაპს, ინგლისის მეფეს, ბურგუნდიის ჰერცოგს და ბევრ სხვა მაღალი თანამდებობის პირს. კოზიმო ყოველთვის მფარველობდა ჰუმანისტებს, ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში მოღვაწე ადამიანებს და ცდილობდა ფლორენცია იტალიაში ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრად ექცია. ის ევროპაში ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ხელგაშლილი მფარველი იყო. ეხმარებოდა რენესანსის ეპოქის მრავალ დიდ შემოქმედს. მისი მეფობის დროს ფლორენცია შეიცვალა. მედიჩებმა მნიშვნელოვანი თანხები გამოჰყვეს ეკლესიების, მონასტრების, ბავშვთა სახლებისა და საავადმყოფოების მშენებლობისთვის. 30 წლის განმავლობაში კარეჯიში კოზიმოს ვილა, რომელიც ფლორენციული ნეოპლატონიზმის ცენტრი გახდა, მასპინძლობდა რენესანსის ეპოქის საუკეთესო მეცნიერებსა და მხატვრებს. შეისწავლიდნენ ანტიკური ხანის მოაზროვნეების ნაშრომებს და განიხილავდნენ ფილოსოფიის, ესთეტიკისა და რელიგიის საკითხებს. მან სიკვდილის მოახლოება 1464 წლის გაზაფხულზე იგრძნო. ის და მისი მეუღლე კარეჯიში მის საყვარელ ვილაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც იმავე წლის 1 აგვისტოს მშვიდად მიიცვალა და სან ლორენცოს ეკლესიაში მედიჩების კლანის საგვარეულო სამარხში დაკრძალეს. კოზიმომ დაიბარა, ის ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე გაეცილებინათ უკანასკნელ გზაზე, მაგრამ არ გამოვიდა. მის გამოსამშვიდობებლად მთელი ფლორენცია მივიდა. მისი საფლავის ქვაზე ამოტვიფრეს სიტყვები სამშობლოს მამა. სწორედ ეს გახლდათ ხალხის ჭეშმარიტი პატივისცემის გამოხატულება, რომელიც ბრძენმა და დიპლომატმა მმართველმა სიცოცხლეშივე დაიმსახურა. მაშასე ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო, წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, დიპლომატს, ფინანსის და პროფესორს. შესაბამისად, ბატონი ირაკლი ლაითაძე, აგერ გაიცანით, ის თავის მოსაზრებას ჩამოგვიყალიბებს თანამედროვე ქართული დიპლომატიის პირველ ნაბიჯებზე. დიახ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენი პირველი კითხვა იქნება ასეთი, თქვენი პირველი ნაბიჯები დიპლომატიაში რაღაცნაირად დაემთხვა 90-იანი წლების საქართველოს დიპლომატიის პირველ ნაბიჯებს. პირველ რიგში რომ ნაწილს ჩვენი მაყურებლისას შევახსენოთ და ნაწილს მოუყვეთ, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი დღეები და მისი გამოძახილი საქართველოში. რამდენად მზად აღმოჩნდა ამ 10 წლეულების განმავლობაში დაკანონებული წესრიგის თუ უკანონობისათვის და ამ დღევისთვის, თქვათ, რეაგირებისთვის ეს ჩვენი ახალგაზრდა ქვეყანა.
ანუ გამარჯობა მოგესალმებით. საბჭოთა კავშირის რეალურად პერესტროიკა გარდაქმნა ხო ის ვინც წამოიწყო ეს ამბობს უკანასკენ მანდიდერმა გორბაჩოვმა მათ ნამდვილად არ ქონდათ იმის განზრახვა რომ საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო რა ხო უკანახედით იყურებენ რეტროსპექტივით ფიქრობდნენ სავარაუდოდ რომ ჩინეთის მოდელი უნდა გაეკეთებინათ ანუ ეკონომიკური თავისუფლება მაგრამ პოლიტიკურად ჩაკეტილი ონკანი ჩაკეტილი მაგრამ მათ ორივე ონკანი გახეს როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური და ისეთი ჯინები ამოვიდნენ ბოთლებიდან რომ უკან ვეღარ ჩადევნეს და შემოეშნათ ხელში ეს ქვეყანა საინტერესო არის ის რომ როდესაც უკვე იყო ბოლო წელი საბჭოთა კავშირის არსებობის 1991 წელი ესე იგი საბჭოთა კავშირის ზემთ და პრაქტიკულად ხედავდნენ დასავლეთ ხედავდა რომ უკვე უკუქცევა ამ პროცესს პრაქტიკულად აღარ ექნება ძალიან პრინციპი შეშინებულებიც იყო იმიტომ რომ ხა რაც კომიკური იდეაში რომ ამერიკა რომელიც არქიმტერი იყო საბჭოთა კავშირის ძალიან შფოთავდა საბჭოთა კავშირის დაშლას საბოლოოდ იმიტომ რომ მათ ეშინოდათ რომ ეს ვის ხელში დარჩებოდეს უზარმაზარი ბირთვული არსენალი და ასე ვთქვათ პირიქით ხანდახან სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს დაიწყო ეროვნული მოძრაობა და უკვე დაშლისკენ მიდიოდა საბჭოთა კავშირი და ხანდახან ხოვდნენ კიდეც რომ გორბაჩოვს ხარი დაუჭირეთ აი რა გარდაქმნით გააკეთებს და კარგად იქნები ახლა ცოტა ხანი მოითფინეთ და ასე შემდეგ მაგრამ ნუ ის მანქანა უკვე ეს დაძრული იყო ზვავი და გამოდაქანებული იყო და უკვე არაფერი ვერ შეაჩერა ნუ საკმაოდ შევიტყოდეთ მომზადებლები აღმოჩნდით საბოლოო ჯამში ესე გაჩვენა მე რეტროსპექტივით ასე გამოჩნდა რომ მომზადებლები ვიყავით მაგრამ მე სხვა არ არის გასაკვირი ხა 70 წელი ვიყავით აბსოლუტურ იზოლაციაში საერთოდ არც ვიცოდით როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო როგორც ასეთი აი თქვა იბატონო თქვა პოლონეთი თქვა უნგრეთი ასე შემდეგ ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ სატელიტები საბჭოთა კავშირში მაგრამ მან თავის სახელმწიფო მანქანა ჰქონდათ თავის ჩვენ პრაქტიკულად არაფერი არ ჰქონდა და პარტიული კონტროლისა პირველი ჩემი სამსახური იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო და მე გადავედი სხვადასხვა სფეროში, მაგრამ აი როგორც პირველი შეყვარებული ახსოვს მთელი ცხოვრება, რაც არ უნდა იყოს აი ესე დარჩა ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სტაჟორობიდან დავიწყე მუშაობა, მე გავხდი ატაში და პრაქტიკულად ყველა საფეხური გავიარე და ჩემი ბოლო თანამდებობა იყო ევროკავშირის და ოღონდ-ხრივი ევროპული ურთიერთობების პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. ხაი პირველი ნათლობა როგორ მოხდა თქვენი დიპლომატიური ნათლობა? პირველი ნათლობა, ასე ვთქვათ, რეალური ნათლობა იყო, როდესაც ასე იგი დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირთან პარტნიორებსა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე. ნუ აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო რეალურად განუმეორებელი ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, რადგან პირველად ხდებოდა რეალურად მშენებლობა სახელმწიფოს, აღარ განმეორდება მსგავსი რაღაც. არაფერი ვერ შეედრება მას, თავისი რა თქმა უნდა შეცდომები, თავისი წარმატებებით. მე როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან, მე მინდა უბრალოდ შევახსენო მაყურებელს თუ რის ფონზე ხდებოდა ეს ყველაფერი რა. ასე 1994 წელი დგას, ესე იგი საქართველოს დამარცხებულია ორივე ომში, როგორც სამონჩაბლოში, ისევე აფხაზეთში, ახალი დამთავრებულია საშინელი შიდა ომი. ნუ ქვეყანაში არის ჰიპერინფლაცია, ამას ეძახიან გალოპით მორბენად ჰიპერინფლაციას 900% წელიწადში. ანუ ახლა ვაპარაკობთ 10, 8, 900, ანუ მე მახსოვს რომ სახელიდან აი ჭავჭავაძიდან რომ მივიდიოდი ჩიტაძის ქუჩამდე სადაც საგარეოა ნუ ხო პარლამენტამდე მივიდიოდი და ფეხით ავდიოდი ესე იგი მე მახსოვს რომ ჩავჯექი ერთ-ერთ დილას აი ძალიან კაფეზე დავამოსვლა იქამდე მისვლა ღირდა და ჭავჭავაძიდან პარლამენტამდე მისვლა ღირდა 1000 კუპონი საღამოს რომ ბრუნდებოდი იყო ღირდა 1250 კუპონი საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა წავიკითხე რომ სახელი ქონა 10 ქვეყანა რომელსაც ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა განიცადეს დროის მოკლე პერიოდში. ნუ პირველი ადგილი უკავია სირიას, ასკივით უბედური ბეტრელებს და 84% შემცირდა ერთიანი ქვეყნის დოლარი, ერთიანი შიდა პროდუქტი და მეორე, ასე ვთქვათ, საპატიო წყაროებში. ერთხელ მედალი გვაქვს ჩვენ, რომელიც 1994 წლისთვის, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვიდან 3 წლის შემდეგ საქართველოს ერთიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 74%, ანუ არანორმალური რაღაც შემცირება და მაგის მერე მოდის უზარმაზარი წვეტი, თქვა ესპანეთის სამოქალაქო ომის მერე გერმანია მეორე მსოფლიო ომის იქ ლაპარაკია 20-25-30%. ჩვენ რაღაც საოცრება დაგონალ.
მაშინ სამწუხაროდ ისე მოახერხეთ, რომ პრაქტიკულად ყველა ნაღმზე ავფეთქით, რაც შესაძლებელი იყო. არც ერთი არ გამოგვიტო. და ამის ფონზე ვიწყეთ მოლაპარაკებს ევროკავშირის კავშირთან. და ესე იგი ჩვენი პირველი წასვლა ბრიუსელში, ესე იგი ჯგუფს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პატრონი მიხეილ უკლება, რომელიც შემდეგ მე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწერებსაც უხელმძღვანელებს, რუსებთან ძალიან რთულ მოლაპარაკებებსაც უხელმძღვანელებს. ჩავედ ბრიუსელში, ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი, მე ძალიან ახალგაზრდა ვარ მაშინ 22-23 წლის და ესე იგი, წარმოიდგინეთ, პასპორტიც არ ქონდა საქართველოს, ანუ ქონდა საბჭოთა კავშირის წვანე დიპლომატიური პასპორტი, რომელიც თავის დროზე ქვას ხეთქავდა, მაგრამ ახლა ნუ არა მაკულატურა იყო, რომელსაც შიგნით ქონდა ბეჭედი, რომ ეს ისე რა ქვია, არის საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილება. აჰა. ტრანსპორტის ფული, ისა თვითონაც ფული ხო გადაგვიხადეს, სასტუმროში ცხოვრების ფული გადაგვიხადეს და ჯიბის ფულიც მოგწე და ამის ფონზე ჩვენ მაინც დავიწყოთ ისე რომ ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო. ნუ ისე ალბათ იმათი გადმოსახედან ფიგურები ძალიან თავხედები არიან, ვიღაცები არიან. და მოგწეს ჩვენ ის პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას ალბათ ესე დაერქვა, რომელიც რეალურად იყო ბაზის სამართლებრივი ბაზა ევროკავშირთან ყველა სხვა ურთიერთობის, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის, მათ შორის ხმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო შეთანხმების, ეს იყო ქვაკუთხედი ამის. და მოგწეს ჩვენ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი შაბლონი. და ჩვენ ძალიან მოკლე იყო და არ მოგვეწონა. ანუ მაგრამ სინამდვილეში ჩვენ დასავლეთ ევროპის პრაქტიკული გამოცდილება არც ეს არ ქონდა რეალურად. მე მაგალითად საერთოდ პირველად ვიყავ დასავლეთ ევროპაში და ახლა ისე ბრიუსელის სიმშენიერემ და სილამაზემ კი არ გამოუცა, უფრო გამოუცა ბანკომატების არსებობა. რომ ესე იგი თბილისში რომ ეგ რომ ვიფიქრე თბილისში ახლა ეგ რომ დააყენო იმავე დღესვე ან ექსკავატორით გამოანგრევენ ან დინამიკით ხო ანუ ესეთი დრო იყო და ჩვენ რაღაცა ინტუიტიურად გავუშვა წინააღმდეგობის ზონა რომ რატო ჩვენ მეც ვიმსახურებთ და ნუ რაღაც ცოტა მაგრამ რაღაცა ეს ის ქონდა სულისკვეთება რომ არა ჩვენ თქვენთან წესით თქვენთან უნდა ვიყოთ თუმცა რეალურად დამადასტურებული არგუმენტები ამის არ ქონდა რა და ნუ რა არგუმენტები არ მოყოდა ნუ დაწყებული რაღაცა ქართველების ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობის სურვილით გაგრძელებული სულხან საბას ორბელიანის დიპლომატიით საფრანგეთში დამთავრებული ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულებით ვიპოვეთ ისტორიკოსები დავაწერეთ ამ საკითხზე მე ვთარგმნით ინგლისურად წარვაგდენ და ეს არ არის ახლა არგუმენტი რეალურად ეს უფრო ემოცია ემიგრაცია ხო და ემიგრაცია კი ბატონო მაგრამ ახლა ეს მოლაპარაკებები გაგრძელდა 2 წელი 94-96 წლამდე ხან ბრიუსელში ტარდებოდა ხან თბილისში რიგრიგობდა მომავალში რა თქმა უნდა ხოლმე მნიშვნელოვანი იყო რომ 95 წლიდან დაიწყო ქვეყნის სტაბილიზაცია ხელისუფლების კონსოლიდირება მოხდა შემოვიდა ეროვნული ვალუტა ეს გარდამავალი ვალუტა კუპონი ჩაანაცვლა ლარმა 95 წელს და ნუ ასე ვთქვათ რაღაც პულსი გვესინჯებოდა ესე როგორც თქვია რა და 96 წელს ლუქსემბურგში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და გეთა მხრიდან ევროპის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟაკ სანტერმა და იტალიის პრემიერ-მინისტრ დენილომ ხელი რომელიც ევროპის ხოლმე როტაციულია რა 6 წელი ხელი ჭრება ნუ მაშინ იტალიას მოუწია და ნუ ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას ნუ რაღაცა იმის განცდა მქონდა რომ რაღაცა უზარმაზარი გარღვევა გავაკეთეთ რა თან მაშინ ზნობდით რაღაცნაირად რომ ძალიან დიდ ისტორიულ პროცესში მონაწილეობთ და ამის რაღაცა პატაწინაწყვილი ჩვენც შეგვაქვს და მარტო ხორბლის და რევოლუციური რევოლუცია აღარ ვიყავით მარტო ხორბლის და ფქვილის მიმღები ქვეყანა რაღაცა ცოტა წინ წავეჭეთ და როგორც ერთხელ მე გულსველად რაღაცა რაც დრო გადის კიდევ უფრო ვაფასებ ამას და გულსველად მიხარია რომ რაღაც მერგო ფორტუნა მომცა ამის შანსი რომ მე მეღო მონაწილეობა ამ პროცესში რა გამახსენდა ესე იგი 1993-ში დავიწყე მუშაობა და მაშინ ახალგაზრდა ვიყო და მაშინ ისე იყო რომ არ იყო მობილურები არაფერი იყო და სამინისტროს ნუ თანამშრომლებს რიგრიგობით მორიგეობდით ღამე საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მისაღებში ალექსანდრე ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძე იყო მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი და რა თქმა უნდა ეს ძირითადად ახალგაზრდებს ვამორიგებდა ხოლმე ხო ნუ ხო და საგარეო საქმეში კიდევ რა ხდებოდა იცით ეს ხა გამოსცენა ესე იგი
პურს გვაძლევდნენ. ნუ ხელფასი სიმბოლური. პურს ვღებულობდით ყოველ დღე შენს რომ ოჯახი გადარჩენილი იყო დილის 6 საათზე ადგომას და პურის რიგებში დგომას და ხო. და თვეს სულ ტალონები ვითრა. არა, პურს. აი ნატურალურად პურს. და ესა, ნუ ეს იყო, ნუ ოჯახის, ნუ სერიოზულ წევრად ჩავითვალე უკვე. ხო, ორი მომახდა დილის იანვარში, დილის 6 საათზე არავინ არ უნდა ადგეს, თითაც საწყალი გამაჩები დგებოდა ხოლმე. და ნუ ზეთი თვეში 1-2 და ნუ საინტერესო. ეს იყო ჰენრი უოტონს არ ნათქვამი რომ ნამდვილ დიპლომატს 10 ან მეტ სხვადასხვა ენაზე დუმილი უნდა შეეძლოს. რამდენ ენაზე მოუწია დუმილი გრაგრაკი. ნუ მე ძირითადად ინგლისურად მომიწია დუმილი. ხო, მე ისე აღმოჩნდა რომ ეს ესპანურიც ვიცოდი მადრიდის დიპლომატიური სკოლას დაამთავრე უკვე მე 90-ის მეორე ნახევარში, მაგრამ ხა ესპანეთს და მithumetes ლათინურ ამერიკას არანაირი ინტერესი ხა ჩვენს მიმართ არ ქონდა და რეალურად გადამოვიდა პრაქტიკულად. Keep silent. ახსენეთ სწავლა ვისწავლე და უნიკალური შემთხვევა გვაქვს თვითონ მაყურებელო ესე იგი ჩვენთან სტუმრად არის კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის როგორც გამოვთვალე ფანტასტიკური 1207 წლიდან არის უწყვეტი სწავლება. ვეძებე სხვათა შორის ვეძებეთ ერთად და ვერ ვიპოვეთ სხვა კემბრიჯელის არიან. შეიძლება ცუდად ვეძებდით. ხო, არიან, მაგრამ ბევრი და აქ სწავლობდა ესე იგი ძვირფასო ტელემაყურებელო ნუ ეს მოკლედ ყველასა ჩამოთulis რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ჩარლზ მესამე რომელიც ახლა ბრიტანეთის ასე ვთქვათ ხელისუფალია გეორგ მე-6 რომელზეც ერთ-ერთ ჩვენ გადაცემაში ვისაუბრეთ კრომველი რომელიც სულ რამოდენიმე კრომველის თავი გადმოცემის თანახმად იმ კოლეჯის ეზოშია ან რომელიმე ბაზი იმაში კედელში დამარხული სადაც ხო და ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ 100-ზე მეტი ნობელიანტის და ასე შემდეგ და აინშტაინი იქ ასწავლიდა და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ვერც ერთ მათგანს თქვენ ვერ მოგუსწარებთ ახლა კემბრიჯის უნივერსიტეტში მაგრამ მე რომ ცოცხალი ნობელიანტები დადიოდნენ ხო არა თქვენი დროის კემბრიჯზე რომ მოგვიყვეთ და ანუ კემბრიჯი ხო რა თქმა უნდა საოცარი გამოცდილება იყო კემბრიჯში სწავლა სადაც მაგისტრატურა გავაკეთე და მაშინ დავიწყე MBA-ს ვაკეთებდი კურსი და უკვე 28-30 წელს ვიყავი და ასე ვთქვათ სწავლა ცოტა გადაჩეული ვიყავი ხოლმე დამთავრებული მე ისე და ხო გადაჩეული თან დავიწყე ესეთი საგნების სწავლა რომელიც მანამდე შეხება არ მქონია და თან სწავლის მეთოდით შემთხვევით უცნაური იყო საგნებით უცნაური და მოკეთ საკმაოდ ისე შეშინებული ვიყავი პირველ სემესტრში ტრიმესტრები აქცევად მაიკელ მას ესე ერქვა და მე რა გაიგო რომ ნახევარი ჩემი ჯგუფიც ესე შეშინებული იყო და მოკეთ ფაკულტეტმა გადაწყვიტა რომ ისე რა ვქვია ამათ ესე ექსკურსია ჩაგვიტარეს კემბრიჯში რომ ასე ვთქვათ ცოტა გამხნევდი და რაღაც და ნუ რომ დაიწყეს რომ აი ამ კათედრიდან ასწავლიდა ნიუტონი ეს არის დარვინის სამუშაო მაგი და აი გახლეჩეს ატომი აქ ელექტრონი აქ ესე იგი DNK-ს სპირალი, ესე იგი გაძლიერებისაგან სახში მოვედი, ოთახში დავდი დემორალიზებული, უსროი მე აქ რა მინდა და როგორ მოვედი. რაღაცა ეს აქვს რაღაც საოცარი რაღაცა კემბრიჯს. და ნუ სავსეა ისტორიით ახლა რაღაც არ უნდა გაიხედო. ის ნიუტონის ვაშლისხე ხა ეს ლეგენდა, მაგრამ ნუ ის ვაშლისხე რომელიც ითვლება არა იქიდან ოდესღაც ტოტი ჩამოჭეს და ერთ-ერთი კოლეჯ ეზოში იქიდან ნიუტონის ვაშლისხე. ახლა ის მეტაფორულად ახლა. ეგ ლეგენდა ახლა იყო არ იყო კაცმაც. თქვენ თავად რა მოგხიბლათ ამ პროფესიაში? ამ პროფესიაში ცით რა მომხიბლა, ბევრი მომენტია, მაგრამ აი უშუალო განცდა იმისა, რომ რაღაცას ემსახურები უფრო დიდს ვიდრე შენ ხარ. საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. კომპანიაში მუშაობა, თქვა, ბანკში მუშაობა, რაც ერთი შეუთარებად მაღალი ხელფასებია და რა ცხოვრება, მაგრამ შენ მაინც რაღაცად ორიენტირებული ხარ წმინდა მოგებაზე. შემოსავალი, გასავალი მოგება და რას არჩება და სულ თამაშია. აქ რაღაც განცდა გაქვს ცოტა უფრო მეც ემსახურება, თუმცა ის უნდა თქვა რომ ხაი რაც უცხო თვალისთვის ჩანს, ხო ეს არის აი თქო ეს მიღებები და ეს დროშიანი მანქანები და რაღაც ეს არის რეალურად აისბერგის ზედანაწილი. დანარჩენი საკმაოდ რუტინული, ხშირად ბიუროკრატიული შრომაც რა, მაგრამ ნუ აი ეს თავისი ეს ხიბლი აქვს რა. ბრავო. კიდევ ქართულ დიპლომატიას ისეთ აქვს კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ მოქნილობა გჭირდება, იმიტომ რომ როდესაც ამერიკელი დიპლომატი ლაპარაკობს, ხო მის უკან დგას უზარმაზარი ქვეყანა, უზარმაზარი არმიით. ან თუნდაც ფრანგი დიპლომატი, ხო დიდი ქვეყანა, ესპანელი, ბრიტანელი, შენ ლაპარაკობ, შენს უკან დგას პატაწინა ქვეყანა.
არ აქვს ეს ეწოლის ფანტაზია ღარიბი, მაგრამ ამაყი ქვეყანა. მაგრამ ამაყი ქვეყანა. მაგრამ ამაყი ქვეყანა. მივედით რაღაცა ლოგიკურად რა თითქოს ამ კითხვამდეც ჩვენ გავიცადეთ ერთმანეთი თქვენი ციგნის სწავლებით არ დამუჩიმა გამოსცა ციგნი იყო ასეთი ქვეყანა SSSR და აი ეს ციგნი ტელემაყურებელო რომელიც მე ითარგმნა ინგლისურად და მოხდა როგორც მე ვიცი კემბრიჯის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში და ამაზონზეც აი ამ ციგნის შესახებაც რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს ბოლოს გადაწერილ ბოლოს დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის წერა როდესაც ახლა მე არ რეალურად არასდროს არ მისცეს ციგნის დაწერა და გეტყვით რა რამე ბიძგა ერთხელ ვცადე მე 6 კლასში რო ვიყავი დავიწყე წერა და გვერდნახევრის მე აღმოჩენა რობინზონ კრუზოს წერდი ოღონდ შეცვლილი სახელებით რა და რომ გადახევენ და დახტიან მე გადახევოზე ის რეაქცია გავაკეთე ჩემი შვილები ხშირად მეკითხებოდნენ უკვე 22-23 წელი რომ აი როგორი იყო საბჭოთა კავშირი რა ხდებოდა რანაირ აი საერთოდ და უყურებს უყვები ფოტოებს ვაჩენე მაგრამ მე ამან რაღაცა მიბიზგა რომ დამეწერა ეს ციგნი რომელიც მე აღმოჩნდა რომ არა მარტო იმისთვის ასე თქვა აი ახალგაზრდებმა ახალმა თაობამ მე რაღაც ოდნავ მაინც ასე თქვა სუნი იგზნო თუ რა იყო არამედ უფრო სწავლისთვის რომ რაღაცნაირად ეს ის არის რა ქვია გავიხსენოთ რა საიდან მოვდივართ რა იოლად გავუჭება ხოლმე რა და ეს არ არის ეს მეცნიერული ნაშრომი, არც ისტორიული ανალიზი არის, ეს არის ერთი კაცის მონათხრობი, რასაც ინგლისურად storytelling-ს ეძახიან. გულის ნადები და რაც უფრო ბოლოსკენ მოდის, თქვა თხრობა და საბჭოთა კავშირის დასასრულისკენ. უფრო მეტი პერსონალური მომენტები ერევა, იმიტომ რომ მე საბჭოთა კავშირი დაინგრა 1991 წელს. მე ვიყავი 19 წლის, ასე რომ ბევრი რაღაცა ძალიან მკაფიოდ მახსოვს რა. და ესეც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. რა გასენო მოხლოს წარს იყო ასეთ. აი ეს არის მადლობა. ამით რომ მოგემო რაღაცა ტიპის სასმელს დიპლომატიურ რანგში გაგასენდება რომ ოთარი და ლევანი დიდი მადლობა და ჩვენ ერთად დიდი მადლობა მოწვევისთვის უღრმესი მადლობა შეხვდებით ერთმანეთს კლავ შეშლის სამყაროში ერთ დღეში